აჭარის მთებში სოფელი პაქსაძეებია, ხოლოსთვის დამახასიათებელი ქედებზე შეფენილი სახლებით, მცირე საკარმი და მომიწებით, პატარ-პატარა მინდვრებით, სადაც თუ ჩაივლით, აქაურ პეიზაჟს გარესამყაროდან შემოჩეული და ჩასახლებული, მხოლოდ ეს დიდი სატვირთო ავტომობილი შემოგხვდებათ. მისი დანიშნულება ასეთია: ფუტკრები მათთვის ყველაზე სასარგებლო არ ემარის დააბინავოს, იქ სადაც მშრომელ ოჯახებს მეტი ნექტარი ეგულებათ. სანამ სკების ერთი ნაწილი ადგილის შენაცვლებისთვის საბარგულში იცდიან, დაახლოებით 2 ათეულისკა თემურ გელაძის ეზოკარში მუშაობს. ეს საოჯახო ბიზნესია. 4 სკა აჭარის წყალი ჯორჯიას დაფინანსებით შეიძინეს, რომელიც აჭარაში შუახევი ჰესის პროექტს მართავს და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ადგილობრივებს მცირე ბიზნესის განვითარებაში ეხმარება. ასეთია ამ მეფუტკრის გზაც. 4 წელი გავიდა და მისი აკაციის წაბლის თუ მინდვრის ყვავილების ნექტარზე მიღებული თაფლი ამ რეგიონმა სრულად გაიცნო. აკაციაცალი წაბლის არის, მინდვრის თაფლის არის. მე ქედიდან შემოყვებით ბაბალახებს მანქანაზე ყავს დალაგებული და ბაბალახებს ამ ფუტკას და ავდივართ თაში, მინდვრის თაფლი, თაში ყვავილის თაფლი. სამომავლო გეგმები გვაქვს კიდევ გაფართოებას ვაპირებთ, გვეხმარებიან აგერ ჩემი ძმისშვილის დაინტერესებულია მაგ თემით. რეგიონის განვითარებაზე ორიენტირებული შუახევი ჰესის პროგრამები განათლების სფეროსაც ფარავს. მაღალმთიანი აჭარის სოფლებში ინგლისური ენის შესწავლის მსურველი იმდენი იყო, რომ საპილოტე პროგრამაში 79 მასწავლებელი ჩაერთო, რომელთაც 1199 მოსწავლე მოამზადეს. პედაგოგებს შორის არის ინგა კახაძეც, რომელმაც მასწავლებლების შესარჩევი კონკურსის გავლის შემდეგ ინგლისურის გაკვეთილები სოფელ დიოკნისის მოსწავლეებისთვის დაიწყო. რა თქმა უნდა, შედეგებზეც გავედით და მიზანჩვენი ეს იყო პირველ რიგში, რომ არც ერთი ბარიერი გადაოლახავი მოსწავლე აბიტურიენტი არ ყოლია ამ პროექტის განმავლობაში, ასევე მოხდნენ ისეთ უნივერსიტეტებში, ნამდვილად არ ვტრაბახობ, თბილისის წამყვან უნივერსიტეტებშიც მოხდნენ და ისეთ ქულებს იღებდნენ, რომ გრანტიც კი მოხსნეს ჩემო მოსწავლეებმა და ეს ამ პროექტის დამსახურება, რა თქმა უნდა. მოსწავლეს, მასწავლებელს, ტურისტს თუ სხვა მიზნით აჭარის მთებში მოსიარულეს, ავტომობილების შეკეთების სერვისი თუ დასჭირდა, სოფელ დიდაჭარაში ჰამლეთ გობაძე უმასპინძლებს. ისიც აჭარის წყალი ჯორჯიას სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების ფარგლებში შეარჩიეს. შედეგად მან მცირე ჯიხურიდან უფრო დიდ სამუშაო სივრცეში გადაინაცვლა ძველი გამოცდილებით და ახალი გეგმებით. დამაფინანსეს თვითონ შევიძინე თანამედროვე ტექნიკა გერმანული და იტალიური. მაქვს ქვემოთ 1000 კვადრატი ჩემს ფლობელობაში. კაშხალის მიმდებარე ტერიტორიაზე რა. ხო და ვაპირებ ერთ სივრცეში გავაკეთო ყველაფერი. პატარებისაც, დიდებისაც, რაღაც ტურისტული ისიც იქნება კუთხეც. მცირე ბიზნესის გაფართოების შესაძლებლობა შუახევში ავეჯის ხელოსანსაც მისცეს. გურამ აბულაძემ მრავალწლიანი მუშაობა ბიზნეს გეგმად აქცია. ჰესის ოპერატორ კომპანიას შესთავაზა და შედეგიც მიიღო. 100 კვადრატული მეტრი ფართი სახელოსნო 4 სართულიან შენობაზე გაცვალა. თანამშრომელთა რაოდენობა კი რამდენჯერმე გაზარდა. აჭარის წყალი ჯორჯიამ გადმოგვცა ეს ფართი პირობით, რომ ხალხს დავასაქმებით ადგილობრივ კადრებს. ამში ყავს დასაქმებული 35 ადამიანი. უკვე ჩვენ ვაწარმოებთ ნებისმიერი სახის ავეჯს, ხისას, ლამინატისას, რკინისას, რბილავეს კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად. საერთო ჯამში შუახევი ჰესის პროექტის მიმდინარეობის კვალდაკვალ აჭარის მთებში მცირე ბიზნესის განვითარების პროექტით 21 საწარმო დაფინანსდა. სოფლის მეურნეობის პროგრამით კი 90-მდე მეფუტკრემ, 40-ზე მეტმა ფერმერმა, ასევე ამდენივე თხილის წარმოებით დაინტერესებულმა ადგილობრივმა ისარგებლა. ყველა პროექტმა აჭარის წყალი ჯორჯიას სოციალურ საკითხთა ოფიცრის ჯამბულ წულუკიძის ხელში გაიარა. აჭარის წყალი ჯორჯიამ 2013 წლიდან დაიწყო სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში პროექტების განხორციელება. ეს იყო რამოდენიმე პრიორიტეტი, ეს იყო განათლება, ბიზნესი. შერჩევა მოხდა ბიზნეს იდეების მიხედვით რა. ჩვენ კომპანია პირდაპირ არ არჩევდა, იყო ცალკე კომპანია, რომელიც ატარებდა ტრენინგებს, ღებულობდა ბიზნეს იდეებს. გასული 7 წლის განმავლობაში აჭარის წყალი ჯორჯიამ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში 8 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.